შენ ის გითხარი რა ვჭამოთ. თორე რა არ უნდა ვჭამოთ ვიცით. ასე მიმპასუხეს მომხმარებლებმა მეტაბოლიზმის მკვლელების ვიდეოზე. გაინტერესებს რა უნდა ჭამო. გამოიწერე ჩემი არხი, ჩემს ვიდეოებს ბოლომდე უყურე და პერსონალური მენიუსთვის პირადში მომწერე. ტრანსცხიმების მაგივრად უნდა ჭამოთ ჯანსაღი ცხიმები. ესეთია მაგალითად. ზეითუნის ზეთი extra virgin, ანუ ცივი დაწნეხვის მეთოდით მიღებული ზეთი. მზესუმზირის არარაფინირებული ზეთი, ჩვენეული კახური ზეთი, ასევე ქოქოსის ზეთი, ასევე სელის ზეთი, ყურძნის წიფწის ზეთი. ეს ყველაფერი ნორმალური და კარგი ცხიმებია, ასევე ცხიმებს შეიცავს ძალიან ბევრი რამე. მაგალითად თევზი, მაგალითად ზღვის პროდუქტები, მაგალითად ხიზილალა, მაგალითად კვერცხი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ჯანსაღი ცხიმი სრულიად ნორმალური საკვებია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ასევე ამ ცხიმების კალორიულობაც. ამიტომაც გეუბნებით ხოლმე, რომ ინდივიდუალური პროგრამა საჭირო. მარტივი ნახშირწყლების მაგივრად უნდა ჭამოთ რთული ნახშირწყლები. მაგალითად მეორე ხარისხის ცეხვილი ფქვილისგან გამომცხვარი პური. მაგალითად წიწიბურა, მაგალითად კუსკუსი და ასე შემდეგ. აქ კალორიებს არ ვითვლით. რთული ნახშირწყლები იმისთვისაა კარგი, რომ დიდხანს დანაყრდე და მალე არ მოგშივდეს. გაყინული ხორცის, ძეხვეულისა და ნახევარფაბრიკატების მაგივრად ჭამე ჯანსაღი ნატურალური ხორცი, თევზი ან კვერცხი. ანუ ცხოველური ცილები მიიღე ისე, როგორც ისინი ღმერთმა შეგონა. ახლა უმხორცს და უმთევს ვერ შეჭამ ბუნებრივია. როგორც წინა ვიდეოშიც გითხარი, ხორცი უნდა იყოს მალფუჭებადი. თუ მალფუჭებადი არ არის, ესე იგი კონსერვანტებით და ბალზამებითაა გაჟღენთილი. შესაბამისად, როგორც მაღაზიის დახლზე არ ფუჭდება, ასევე შენს ორგანიზმში არ დაიშლება. და ის ყველაფერი, ის ტოქსინები და ის ქიმიური დანამატები, რომელიც ამ ხორცის დიდ ვადაზე შესანახად არის გათვლილი, შენს ორგანიზმშიც აღმოჩნდება და ეს ჯანსაღი როგორ უნდა იყოს. მაგრამ გახსოვდეთ, კიდევ ერთხელ, ყველა ვიდეოს დასაწყისში და ბოლოში ვამბობ ამას. თუ გინდათ, რომ გქონდეთ ძალიან მაგარი შედეგი, გჭირდებათ ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც უნდა შეგიდგინოთ პერსონალურმა კონსულტანტმა. თუ გინდათ, რომ იღოთ შედეგი და თუ გინდათ, რომ კვების დროს და დიეტების დროს, წონის კორექციის შემთხვევაში არ დაიზიანოთ ორგანიზმი. განწყობა და ასე შემდეგ. მომწერეთ და მითხარით. მოდი ვილაპარაკოთ.